უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს გიორგი ძიგუას მოусმინეს. მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მონაცემთა ბაზის, აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების, მდინარე ენგურის ხიდზე მდებარე ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისას არსებული სირთულეების შესახებ და სხვა. მინისტრმა აგრეთვე მოკლედ ისაუბრა ოკუპირებული გალის რაიონში შექმნილ მძიმე დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პლენარულმა სხდომამ ასევე განიხილა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის საკითხი. წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს. ინტერპელაციის ფარგლებში შევხვდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრებს, გავეცით მათ დასმულ კითხვებს პასუხი. საკითხები საკმაოდ მწვავე საკითხები იყო, ეს შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ასევე ენგურის ხიდზე გარკვეული სახის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე დემოგრაფიულ საკითხებს. აღნიშნულ საკითხებზე გავეცით პასუხი. დადებითად რა თქმა უნდა შევაფასებ ამ შეხვედრას, უსურვებ მათ წარმატებას და შენიშვნებს რაც იყო გამოთქმული, რა თქმა უნდა გავითვალისწინებ შემდგომ მუშაობაში. საკითხები იყო საკმაოდ აქტუალური, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. კიდევ სხვა საკითხებზე იყო საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ყველა ამ საკითხზე. მართალია ეს საკითხები სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, მაგრამ ჩვენი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა. და როგორც ამ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე იმ გადაადგილებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენი აზრით ირღვევა ადამიანის უფლებები და ჩვენ ვალდებული ვართ ეს უფლებები დავიცვათ.